ვიდეოში სადაც კოლაბორაციის კანონზე ვლაპარაკობ, ბევრი რაღაცა გამომრჩა და ახლა დამატებით ვიდეო უნდა გადავიღო. ყველაზე მთავარი რაც გამომრჩა იყო ის, რომ იქ ქვევით ვიდეოს ქვეშ კომენტარის სახით კიდევ წერე, მაგრამ მაინც გავიმეორებ. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ჩასახლდნენ ოკუპაციაში 93 წლის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობს ასეთი პროგრამა, NGO-ების მიერ არის ორგანიზებული და დაფინანსებული USAID-ის დაფინანსებით, თუ არ ვცდები, რეპატრიაციის პროგრამაა, რომლის მეშვეობით აფხაზეთში ჩამოსახლდნენ, დაბრუნდნენ სახლში. წინა მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ დევნილი ადამიანები მოჰაჯირობის დროს, რომლებიც იყვნენ სირიაში. მოჰაჯირობის დროს რაღაც ნაწილი თურქეთში დასახლდა, რაღაც ნაწილი დაბრუნდა საქართველოში და ბათუმში არიან და რაღაც ნაწილი გადავიდა სირიაში. სირიაში, როდესაც დაიწყო არეულობები და ეს ალეპოს დაბომბები და ასე შემდეგ, რაღაც ნაწილმა ისურვა აფხაზეთში დაბრუნება და თუ არ ვცდები, დღეს 700 ოჯახამდეა აფხაზეთში გადმოსული. შესაძლებელია, ახლა, როდესაც უკვე ასადი არ არის სირიაში, ამ ადამიანების რაღაც ნაწილი ისევ სირიაში დაბრუნდეს, თუმცა თუ არ მოუნდებათ და დარჩებიან სამუდამოდ აფხაზეთში, ამ ადამიანებს არ შეეხებათ არანაირად კოლაბორაციის, ლუსტრაციის და ასე შემდეგ და არც ოკუპაციის კანონები. საერთოდ მოჰაჯირების შთამომავლების, ფერეიდნელების, კიდევ ვინმე თუ სადმე არის ოდესმე გადასახლებული და დღეს უნდა დაბრუნება საქართველოში, ასე დაბრუნებებს მე პირადად ძალიან მივესალმები. ლაზებიც გადმოდიან თურქეთიდან. ერთ-ერთი ახლახან დაიჭირეს ქოცებმა. 12 წელი ადამიანი ცდილობს საქართველოს პასპორტი აიღოს და არაძლევენ ფერეიდნელებს. სამაგიეროდ ურიგებენ რუსებს პანტაპუნტით ამ პასპორტებს. აი რუსებზე დარიგებული პასპორტები ამოიღება და გაუქმდება მათთვის მიცემული მოქალაქეობა და ყველას ფერეიდნელს, ლაზს, სირიიდან დაბრუნებულს, თუ თურქეთიდან დაბრუნებულს, თუ კიდე საიდან დაბრუნებულს, სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდება და აღუდგება. ჩემი პოლიტიკური პოზიცია ასეთია. და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ადამიანებს 2012 წლამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ. ადვილად შეეძლოთ, ადვილად თუ ჩვეულებრივად კანონის მიხედვით პროცედურების გავლით, ძალიან ნორმალურად და ჩვეულებრივად შეეძლოთ ქართული საქართველოს მოქალაქეობის აღება. ამ პრობლემებს ახლა ხელოვნურად უქმნიან ქოცები, იმიტომ რომ ქოცები არიან რუსები, არ არიან საქართველოს პატრიოტები და ქართული პატრიოტები საქართველოში შიგნით და საქართველოს გარეთაც საერთოდ ფეხებზე კიდიათ. და კიდე შემდეგი თემა, რომელიც გამომრჩა, კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონის მიხედვით, ან შეიძლება ამაზე ცალკე ცენზურა კი არა და პროპაგანდასთან ბრძოლის კანონი დაერქვას მაგალითად. და აი ასეთი ადამიანების რიტორიკა და მთლიანად ეს ნარატივები, რომელზეც მე დებატებზე მომიწვევია ვინმე და არ მოსულან. აი ასეთი რიტორიკა ყველაფერი უნდა გავიდეს რუსულ რიტორიკაში და უნდა იყოს აკრძალული და უნდა ექვემდებარებოდეს ლუსტრაციას და პასუხისგებლობას. ვინ მყავს მე მთელი ჩემი YouTube-ის განმავლობაში მოწვეული დებატებზე და რა თემაზე. ანუ სათითაოდ მაქვს ვიდეოები ყველაზე გადაღებული. მოწვეული მყავს ზაზა ბიბილაშვილი, რომელმაც ამ თემაზე მოწვევის შემდეგ დამბლოკა. იმიტომ მყავს მოწვეული, რომ ზაზა ბიბილაშვილი თulis
რომ რადგან საბჭოთა კავშირმა როდესღაც შემოგვტენა ეს პოსტულატი თუ ეს აზრი თუ ეს რაღაცა ჯანდაბა პოლიტიკა რომ სიტყვა აფხაზი ერის აღნიშნული სიტყვა ეს ასე უნდა დარჩეს და დავიტოვოთ ზურაბ პაპასკირმა მითხრა ზურაბ პაპასკირთანაც მაქვს ამ თემაზე კამათი და ზურაბ პაპასკირმაც დამბლოკა რატომღაც კამათში როცა ვერ არგუმენტები უთავდებათ და ასე ვთქვათ ვერ მიგებენ კამათს მე ბლოკავენ ეს მხოლოდ მათი სისუსტის მაჩვენებელია ამ ორ ადამიანთან მქონდა კამათი იმაზე რომ სიტყვა აფხაზი ერის აღნიშნული სიტყვა არ არის აფხაზი ცალკე ერი არ არის ეს საქართველოს ერთ-ერთი ეტნოსია ეტნოსი კი არ არის აფხაზი ნიშნავს ადამიანს რომელიც აფხაზეთში დაიბადა ეთნოსია აფსუა და ცალკე ერი საქართველოში ქართველი ხალხებისგან არ შედგება ამას აკეთებდა ცდილობდა გაეკეთებინა სტალინი და მთელი საბჭოთა კავშირი მე ამაზე მუშაობდა რომ საქართველოს ერებად დაეყო და რომ აფხაზი ცალკე ერი იყოს მეგრელი ცალკე ერი იყოს და ასე შემდეგ არა ჩვენ ყველა ვართ საქართველოს ეთნოსები და ჩვენგან შედგება მთლიანი და ერთიანი საქართველო ადამიანები რომლებიც აღიარებენ იმას რომ აფხაზი თურმე ცალკე ერია და ცალკე ერად უნდა შემოვიდეს ქართულ სახელმწიფოში აგრძელებენ საბჭოურ პოლიტიკას შესაბამისად აგრძელებენ რუსულ ნარატივებს და რატო და რისთვის გვჭირდება გასაგებია რომ როდესღაც შემოგვეტენა მაგრამ როგორც შემოგვეტენა ისევე შეგვიძლია გავაუქმოთ ძალიან ადვილია ხო ზურაბ პაპასკირმა მითხრა რომ კონსტიტუციაში წერიაო რომ აფხაზიერიაო და ვერ ვიპოვე მე კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი არ არის ასეთი ჩანაწერი რომც ეწეროს კონსტიტუცია 550 ჯერ გადაგვახია კობახიძემ თავზე და ძალიან ცუდი კონსტიტუცია გვაქვს დღეს ამიტომ კონსტიტუცია ახალი კონსტიტუცია გვექნება მისაღები ისედაც და ასედაც ამიტომ ამ მონაწერის რომელიც მე ვერ ვიპოვე მაგრამ თუ შეიძლება მე ცუდად ვეძებდი და იმიტომ ვერ ვიპოვე თუ არსებობს ძალიან ჩვეულებრივად ამოვა კონსტიტუციიდან ეს ჩანაწერი იმიტომ რომ ყველაფერი რაც დაგვრჩა საბჭოთა კავშირის დანატოვარი და საბჭოთა კავშირის შემოტენილი გასაუქმებელია ჩვენი კონსტიტუცია უნდა დაუბრუნდეს 1918 წლის სახეს ნაწილობრივ და ნახევრად უნდა იყოს თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მოწვეული მყავს ასევე დებატებზე მალხაზ პატარაია და შმედერალისტები რომლებიც ადრე ევროპული საქართველო იყო ცოლქმარი ბოკერია და თამარ ჩერგოლიაშვილი თემაზე რომ თურმე იმისთვის რომ მოხდეს დეოკუპაცია ჯერ უნდა ვიმუშაოთ იმაზე რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოში გენოციდი აფხაზეთის ტერიტორიაზე რომ თითქოს მხოლოდ იმის მერე, როდესაც ჩვენ მსოფლიოსგან მივაღწევთ აი ამის აღიარებას, მერე მოგვეცემა დეოკუპაციის თუ სახლში დაბრუნების უფლება. სრული სიდებილე. ჯერ ერთი გენოციდის დამტკიცება საჭიროა, მაგრამ ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია. ჩერქეზების გენოციდი 100 წელია გასული და დღემდე არ აღიარებენ. სომხების გენოციდის დღემდე არ აღიარებენ. და კიდე ძალიან ბევრ გენოციდს უიგურების გენოციდს დღემდე არ აღიარებენ. აგერ უკრაინელი ხალხის გენოციდი ჩვენ თვალწინ ხდება და არ აღიარებენ რომ გენოციდია. იმის დამტკიცებას და გენოციდის აღიარების პროცესს შეიძლება 100 წელი და 200 წელი გავიდეს. მე არ უნდა ველოდო ამის დამტკიცებას. არ მაინტერესებს. გენოციდზე ვისაც აინტერესებს მუშაობა იმუშაობს, მალხაზ პატარაია მუშაობს, ძალიან დიდი გუნდი ყავს და გაუმარჯოთ მათ მუშაობას, იმუშაონ პარალელურად დეოკუპაციასთან გენოციდს არანაირი კავშირი არ აქვს. გენოციდი რომ არ მომხდარიყო, საერთოდ არც ერთი ადამიანი რო არ მოკლულიყო და ისე მომხდარიყო ოკუპაცია,
აფხაზეთის მაინც დეოკუპაციას უნდა დაექვემდებაროს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანია დახოცილი. 1-30,000 თუ საერთოდ არც ერთი აფხაზეთი ოკუპირებულია და ექვემდებარება დეოკუპაციას. იმისთვის რომ ჩვენ დეოკუპაცია გავაკეთოთ საკმარისია ის რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი. ჩვენ გავწიეთ უზარმაზარი, აბსოლუტურად გენიალური დიპლომატიური მუშაობა ამ თემაზე 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მთელი მისი გუნდის აბსოლუტურად გენიალური დიპლომატიური მუშაობის შედეგი იყო ის რომ ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი და იმ მომენტიდან როგორც კი მსოფლიომ აღიარა რომ საქართველო არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა ჩვენ გვაქვს დეოკუპაციის უპირობო უფლება ამიტომ მალხაზ პატარაია ჯერგოლეიშვილი ბოკერია ან კიდევ ვინმე სხვა ვინც თulis რომ თურმე დეოკუპაციის უფლებას და სახში დაბრუნების უფლებას ჩვენ მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ, როდესაც მსოფლიო აღიარებს, რომ იქ გენოციდი იყო, არა. მიბრძანდით რუსული გემის გზაზე. დეოკუპაცია მოხდება ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გენოციდი დამტკიცდება ან არ დამტკიცება კიდე გასარკვევია. პატა ზაქარიაშვილი და ნიკა გვარამია. პატა ზაქარიაშვილი მაგალითად არ მომიწვევია არასდროს დებატებზე, იმიტომ რომ არ თulis საერთოდ იმის ღირსად რო ვინმე უნდა ელაპარაკოს. აბსოლუტური რუსობა ყველაფერი, რასაც პატა ზაქარიაშვილი ლაპარაკობს და ნიკა გვარამიაზე მაქვს ვიდეო პასუხი გაცემული იმაზე თუ რა ილაპარაკა, რა სისულელები იბოდიალა კავკასიაზე შერიგება ბოდიშის მოხდა უკაცრავად ბევრი დათმობა ეს ფილმი იარელიზას ნარატივი ამ იარელიზას მე მივუძღვენი ჰაშტეგი იდინახუი ლიზა და დაგუგლეთ ეს ჰაშტეგი და ნახავთ რა პოსტები მაქვს ამ თემაზე დაწერილი. აი იდინახუი ლიზა და გვარამიაც მიყევი შენი შერიგების და ბოდიშის მოხდის და ბევრი გვაქვს დაშავებული და ტკიბილზე უნდა მოვიშუშოთ და ტრავმები უნდა მოვიშუშოთ აი ამ დებილობის ლაპარაკით. და ასევე ჯგუფი დევნილებისთვის და მათ ნიადაგზე შექმნილი პარტიის და საერთოდ ყველასი ვინც იძახის დავხოცავთ ამოწყვიტავთ გავყრით ისინი საქართველოში არ უნდა ცხოვრობდნენ აი ესენი ყველანი აი ეს 4 სახის რიტორიკა რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე ყველა უნდა იყოს გაყვანილი რუსულ რიტორიკაში და პოლიტიკაში ვისაც უნდა არსებობა არ უნდა ბედავდეს აი ამ 4 ჩამოთვლილი ნარატივიდან არც ერთის გაჟღერებას. იმიტომ რომ ეს ყველაფერი რუსული პოლიტიკის ნაწილია. კიდე მეხუთე. ადამიანები რომლებიც დღემდე არ ახუნებენ თემას სიტყვა სეპარატიზმს, სეპარატისტი, სეპარატიზმი და რომლებსაც ჯერათ რომ ომი თურმე იმიტომ დაიწყო და იმიტომ იყო რომ ვიღაც აფხაზებს სეპარატისტული განწყობები ჰქონდათ. იმ პატარა ჯგუფს, რომლებსაც ჯერ ერთი არც იმათ ჰქონდათ სეპარატისტული განწყობები და ძალიან კარგად დაალაგდა სიტუაცია და ძალიან კარგად მოაგვარა ყველაფერი ზუსტად გამსახურდია. იმ პატარა ჯგუფს, რომლებიც რაღაც ირტყამდნენ და რაღაცა არ ქონდა არანაირი გავლენა საზოგადოებაზე და პოლიტიკაზე. მათი გავლენა იყო ზუსტად იმ ზომის, რა გავლენაც დღეს აქვს პატრიოტ ალიანს და ალტინფოს ერთად აღებული. აი ეს დორბლიანი და აი რაღაცნაირი უტვინო დებილი ვითომ პატრიოტიზმი. 0.5% რეიტინგი. აი ზუსტად ასეთივე პოლიტიკური გავლენა ჰქონდა იმ ძალიან პატარა ჯგუფს.
რადიკალურს, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ქონდა რაღაცა სეპარატისტული განწყობები. ამ ადამიანების გავლენა იმდენად დაბალი იყო, რომ ვერასოდეს ისინი არც თუ ომის დამწყებები არ იყვნენ და მათ გამო არც თუ ომი არ დაიწყებოდა არასოდეს, საერთოდ არეულობასაც კი ვერ მოახდენდნენ, აი პატარა არეულობას. მაქსიმუმ რასაც შეიძლება გააკეთებდნენ, აი 5 ივლისს იმ დღეს, როდესაც ლექსო ლაშქარავა მოკლეს ალტინფომ და მხეცმამაოებმა. აი დაახლოებით აი ასეთი რაღაცა შესაძლოა მოეწყოთ თუ მიეცემოდა ამათ წახალისებულნი თუ იქნებოდნენ. ეს იყო მათი მაქსიმუმის მაქსიმუმი. ასეთიც კი არასდროს არაფერი არ მომხდარა. არასდროს არ დაურბევიათ არანაირი მიტინგი და არანაირი გამოსვლა, სადაც ადამიანები ერთიან საქართველოზე გამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ამიტომ ადამიანები და ძალიან ბევრი გამოსირებული კიდევ ერთხელ დორბლიანი გამოსირებული, აი მსგავს კომენტარებს მიწერს ხოლმე მე ვიდეოებს ქვეშ, მე მათ ვშლი საერთოდ. სეპარატიზმები, მათთან არის ცხოვრება, ველურები არიან, ესეთები არიან, ესეთები ცხოვრებაში უნახია საერთოდ ცოცხალი აფსუა. მე ჩემ წიგნში მაქვს ასეთი თავი, სადაც ვწერ ადამიანებზე, აფსუა გვარების მატარებელ ადამიანებზე და გააფხაზებული, ესეც არასწორი სიტყვა, რეალურად გარუსებულ მეგრელებზე. და ეს გარუსებული მეგრელები დღეს ოკუპაციაში ბევრად უფრო ამაზრზენი ადამიანები არიან, ჩვეულებრივი ქოცები და ჩვეულებრივ ქოცებზე უარესებიც კი არიან, იმიტომ რომ ჩვენ სახლებს და ქონებებს არიან ესე ჩაჭიდებული და იდორბლებიან იმას გიზამთ, თქვენ აქ ვერასდროს ვერ დაბრუნდებით, ეს სახლები ჩვენია. აი ესეთები არიან მეგრული გვარების ადამიანები. არასდროს მსგავსი დორბლი არავის არ გადმოსვლია აფსუა გვარის მატარებელ ადამიანს ჩემთან საუბარში. არასოდეს 5 თუ 6 წლის განმავლობაში. ამიტომ ვინც ველურები ერიანს იძახით, ერთი ადგილი გაასწორეთ და თბილისის ველურებს მიხედეთ. ალტინფოებს და დანარჩენებს. და იქაურებთან რაღაცნაირად იქაური მოსახლეობა ჩვენვე დავლაგდებით. სეპარატიზმი რუსული ტყუილია. სეპარატიზმი არ არსებობდა აფხაზეთში. და სეპარატიზმის ნარატივებზე აგებული პროპაგანდა, როგორც იყო რუსეთიდან შემოსული, ასევე იყო შევარდნაძის მიერ მხარდაჭერილი, იმიტომ რომ შევარდნაძეს თავი უნდა ემართლებინა რაღაცნაირად, რომ რატომ დაიწყო ომი, რატომ არსებობდა კიტოვანი. აი იმისთვის, რომ კიტოვანი გაემართლებინათ, მთელი რომელ წლამდე, სანამ ის შემოვიდოდა, არსებობდა ეს პროპაგანდა. ეს პროპაგანდა დაახვიეთ უკვე ძალიან დიდი ხანი 2008 წლიდან უკვე უნდა მოეკეტა ყველას, ვინც სეპარატიზმზე ლაპარაკობდა. როდესაც მსოფლიო აღიარა, რომ შენ რუსეთის მიერ ხარ ოკუპირებული, რომ რუსეთმა იომა, რუსეთმა მოაწყო თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი და დღესაც იქაურობა რუსეთს უკავია და აბსოლუტურ ეფექტურ კონტროლს რუსეთი აწარმოებს ამ ტერიტორიებზე. შენ კიდე რო იძახი იმას, რომ სეპარატისტები და სეპარატისტები ხარ დორბლიანი, გამოსირებული რუსი პროპაგანდის მატარებელი. და დროა რომ თავი გამოირეცხო. აი ეს 5 თემა სახელმწიფო დონეზე, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე უნდა გატარდეს როგორც რუსული მეხუთე კოლონის თემები, რუსული პოლიტიკის თემები, რუსული პოლიტიკის ნარატივები და მეხუთე კოლონის ნაწილი. საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქნება დეოკუპირებული. ძალიან მნიშვნელოვანია კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონი და სიტყვა კოლაბორანტის ერთხელ და სამუდამოდ გათავისება და დამახსოვრება და ხმარებაში შემოტანა.
არანაირი სეპარატისტები. იყვნენ კოლაბორანტები. რუსეთს ეკოლაბორანტა აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რუსეთს ეკოლაბორანტა თბილისის მკვიდრი მოსახლეობის რაღაც ნაწილი. და ეს ორი ნაწილი ომი დაიწყო რუსეთმა და ეს ორი ნაწილი ერთმანეთს დააჯახა და თავი და ბოლო ამ ყველაფრის იყო რუსეთი. და არანაირი სეპარატიზმი კიდევ ერთხელ არ არსებობდა. მომავალ შეხვედრამდე.